მიდის საუბარი, რომ აი რწანისის ტყეპარკი არის თბილისისთვის ფილტვების მსგავსი ფუნქცია აქვს და ბევრი შეიძლება ვერ ხვდებოდეს რა იგულისხმება, რა კავშირშია, რატოა ასე დრამატულად მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფაქტორი ამ მიმართულების, ხო? მოდი აი რუკა აჩვენეთ და უბრალოდ ავხსნათ რა იგულისხმება. ნახეთ, თბილისი, აი ხედავთ რუკაზე, თბილისი მდებარეობს ხეობაში. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც მას მთები აკრავს და შესაბამისად თბილისის განიავება, თბილისის პრობლემა არის და ეგ ყველა თან ხდება და აღიარებულია, რომ არის საკმაოდ მძიმე დაბინძურებული ჰაერი. და რატოა ეს დაბინძურებული ჰაერი? ჩაკეტილი სივრცეა, გაჭედეს ყველა მიმართულება, გაჭედეს კორპუსებით და უბრალოდ განიავება არის უზარმაზარი პრობლემა. ერთადერთი მიმართულება, საიდანაც შეიძლება განიავდეს, მთებია. ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან არის დასავლეთის შემოსასვლელი, აი დიღომი იგულისხმებოდა თავის დროზე, რომ არ უნდა დიდი კომუნისტებს მაგიტომ არ გაუფართოებიათ მაგ მიმართულებით ქალაქი, რომ განიავება უნდა მოხდეს. კი, ან დიდი დიღმის განაშენიანება ზოგადად პრობლემა იყო ამ კუთხით, ითვლებოდა რომ იყო განიავების ერთ-ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება, საიდან შეიძლება განიავდეს, არის რუსთავის მხრიდან, აი სად შენდება რომ მიხვდეთ, აი ეს არის ფონიჭალა, აი ეს ადგილი არის ფონიჭალა, აი აქ ხედავთ, რომ სამხრეთით არის რუსთავი, აგერ რუსთავია და აი აქ ერთადერთი სიმწვანე ეს არის ერთადერთი გზა, თქვენ რომ რუსთავისკენ მიემართებით, დიდი ველია რუსთავიდან თბილისამდე ტერიტორიაზე და ეს ველიდან შეიძლება შემოვიდეს აერი, რომელიც თქვათ დაარჩენ ნაწილში ხა რთულად შეიძლება გავრცელებადი იყოს, იმიტომ რომ კორპუსებით არის გაჭედილი, მაგრამ ხა რო წარმოვიდგინოთ რომ ეს ველიც, რომელიც თბილისში შემომავალ მდინარის აი ყელში მდებარეობს, ეს ველი ჩაიკეტა კორპუსებით, გამოდის რომ ყველა მხრიდან გაკრავს მთები და გამოდის სამხრეთიდანაც ჩაიკეტა კორპუსებით, ბეტონით, შესაბამისად განიავება შეუძლებელი ხდება. ამიტომ ის სურათი, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ხო, იგივე რაღაცა აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ ერთი თვე იყო ჰაერში ხილვადობა იყო შეუძლებელი, ისეთი ის იყო რაღაც სმოგი თუ ჭვარტლი, ხო? და იქ კი მიდის იმაზე საუბრობენ, რომ რაღაცა ჰაერის ნაკადება შემოიტანა, ჰაერის ნაკადება რომ შემოიტანა, მან იგულისხმება ისიც რომ განიავებადი უნდა იყოს ასევე დასახლების ტერიტორია მეტნაკლებად, რომ მათ შორის შიგნით რა დაბინძურებასაც აქვს ადგილი, ეგეც განიავებადი უნდა იყოს. ჩვენ შემთხვევაში ხარ ასაკეთებენ, იცი? სადაც კი თავისუფალი სივრცე ნახეს, აი ეზოებში, უბნებში, ხო ჩადგეს, აი სადაც კი ბავშვის სათამაშო ადგილი იყო, აი სკოლის ეზოებს ჩამოაჭრეს ტერიტორიები, უბრალოდ გადახედეთ რა. აი თქვენ გარშემო სამეზობლოებში ნახეთ, სკოლის ეზოებს ჩამოაჭრეს, ბაღებს ჩამოაჭრეს ტერიტორიები ამ წლების განმავლობაში და აი ბაღებში და სკოლებში რომ პატარა საფეხბურთო მოედნები რო ეგენი მოჭრეს და კორპუსები ჩადგეს, ხო? ეგ რისთვის იყო დატოვილი? ეგ იყო დატოვილი სივრცე, სადაც ადამიანი ბავშვები თამაშობენ, სადაც დაჯდომაა შესაძლებელი, ხო? ეხა იგივე ესა თბილისის მისადგომებთან სადაც კი თავისუფალი ადგილი ნახეს, აი კრაისის ტყეპარკის სახით აშენებენ. მოდი ასე. ჰაერი აღარ იქნება. ერთი კომპონენტიც შემოვიტანოთ ბარემ, ანუ ასევე ხო სერიოზული პრობლემა აქვს დედაქალაქს სატრანსპორტო კუთხით. ხო, გაჭედილია ქუჩები, მანქანები, სულ საცობებია. რა ვიცი, მთელი საქართველოს სამწუხაროდ თბილისში ჩამოდის, იმიტომ რომ მეტი არსად სამსახური სამუშაო არ არის და შიდა მიგრაციაც არსებობს, ხო, სოფლები იცლება და ყველა მოდის თბილისში და მართლა სინგაპური ხვდებით, ოღონდ სინგაპურის რეალური კეთილდღეობების და იმების გარეშე, ფულის გარეშე, ღარიბი სინგაპური ხვდებით და როგორი რაღაცა იცით? ეხლა 100,000 კაციანი ქალაქი რო დაემატება კიდევ თბილისი. ეს ხო შემოგარენი იქნება თბილისის, ხო ეს ქალაქი თუ აშენდა. ეს ხო იქნება რუსთავის კიდევ აქეთ. ანუ სიამოვნებაში გამოვა თბილისის კიდევ ერთი უბანი. აი როგორც გლდანია, როგორც ვარკეთილი. აი ეგეთი 100,000 კაციანი
ქალაქი დაემატება, სადაც უბრალოდ უცხოელები ცხოვრობენ და ისინი ცხადია ქალაქში იმოძრავებენ, თუ ეს დაუშვით ჩვენ, აი თეორიულად არ უნდა დაუშვათ, მაგრამ თეორიულად ვამბობ. და ანუ ხო წარმოგვიდგენია, ქალაქს კიდევ დამატებით 10% მოსახლეობის რო დაემატება, აი აქ სატრანსპორტო კუთხით რა კოლაფსი მოხდება, ხო? ამიტომ არ არსებობს ასპექტი, ეს იქნება დემოგრაფიულ ჭრილში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პოლიტიკური თუ სოციალური სტაბილურობის თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ბინებზე და უძრავქონებაზე არანორმალური ფასების ზრდას და კიდევ უფრო დამატებითი ტვირთი ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც ისედაც უჭირს, ისედაც ეკონომიკური თუ ფინანსური სიდუხჭირე აწუხებს. ეკოლოგიური პრობლემებია, იმიტომ რომ რეალურად ერთადერთი სიმწვანე, რომელიც არსებობს სამხრეთით თბილისის შემოსასვლელთან, ისიც ჩაიხერგება და იქაც ეს ბეტონის რაღაცა ბარიერები და ისინი ჯუნგლები გაჩნდება. სატრანსპორტო თვალსაზრისით, ანუ არ არსებობს ასპექტი, აი არ არსებობს დარგი, რომელზე დააყრდნობით რომ შეხედო ამ საკითხს და რაღაც პოზიტიური ანუ რაღაცა დარჩეს ქვეყანას ობიექტურად. არ არსებობს ასპექტი, სადაც ეს პროექტი არის კარგი.